გამარჯობა, ეს არის გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია. შვედეთის სამეფოს ორ ოფიციალურ განცხადებას შემოგთავაზებთ. 1 ივნისს შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ქართული კანონი ფარა რეპრესიული კანონია, რომელიც დამოუკიდებელ ხმას ახშობს. 2 ივნისს შვედეთის მთავრობამ საკუთარ ქვეყანაზე თქვა, რომ ანტიდემოკრატიული მიზნების მქონე საქმიანობის უცხოური დაფინანსება უნდა აიგრძალოს. ანუ მეორდება ძველი ამბავი, ის რაც ზეზვასთვის დაშვებულია, მზიასთვის აკრძალულია. მართალი გითხრათ, ნაკლებად მაღელვებს შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩვენ შესახებ რა განცხადებას ავრცელებს, რადგან შვედეთი ჩვენი არც დედაა, არც ცოლი და არც საყვარელი. მე უფრო მაინტერესებს თუ რატომ აძლევს შვედეთი თავს უცხო ქვეყნის საქმეში ჩარევის უფლებას, რა კანონით? რაღაც კანონი ხომ უნდა არსებობდეს, რომ შორეულ ქვეყანას მიუთითო თუ რა კანონი მიიღოს და რა კანონი არა. მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ კი ჩვენი მთავრობა მოწიწებით შეეკითხებოდა შვედეთს თუ რას ფიქრობენ კარლოს მე-12-ის ამაყის შთამომავლები ჩვენს ქვეყანაში ამერიკულ კანონ ფარას ამოქმედების თაობაზე, მაშინ გასაგებია, რომ შვედეთს აზრი გამოეთქვა. მაგრამ როგორც ვიცი, არავის უკითხავს. რატომ უჩნდებათ ამ საკუთარი მნიშვნელობით გაბღენზილ ქვეყნებს სურვილი, რომ სრულიად უცხო შორეულ ქვეყანას დაუწყონ ჭკუის სწავლება? და ეს იმ შემთხვევაში ხდება, როდესაც იმ უცხო ქვეყანას ძალიან ზემოდან უყურებენ და არ თვლიან არაფრად. დავიჯერო, შვედეთი ისეთსავე განცხადებას დიდი ამერიკის მიმართ გააკეთებდა, არც არასდროს. სრულიად გამორიცხული ამბავია, ხო და სხედან ალბათ შვედეთის საგარეო საქმეების სამინისტროში უსაქმურები იქეკავენ კეფას ფიქრობენ რით დასაქმდნენ, რომ ბიუჯეტიდან მიღებული დიდი ხელფასები გაამართლონ და აი ვიღაცას გაახსენდება, რომ ორ ზღვას შუა ძველად საომარი იყო ლელო, ის გადარჩა და სახელად ეწოდება საქართველო. ხო და არიქა დავცხოთ იმ უწყინარ საქართველოს. მაინც პასუხს არავინ გაგცემს და მუშაობაში კი ჩაგვეთვლებაო. ამიტომაც არ ერიდებიან, დგებიან და შეურაცხყოფას გვაყენებენ. ესაა ევროპულობა? ესაა ის სანაქებო თავაზიანობა, ტაქტი, ყურადღება და კეთილმოსურნეობა? არა, მეგობრო, ეს ასე არ არის. შვედეთსა და ზოგიერთ მაგნაირ ქვეყანას გონია, რომ მათთვის ყველაფერი დასაშვებია სხვა ფინანსურად გაცილებით უფრო სუსტ ქვეყნებთან მიმართებაში. დაწუნებული ვარ, აზერბაიჯანს ასეთ რამეს არც კადრებენ, იმიტომ რომ აზერბაიჯანს აქვს ნავთი და გაზი. თურქეთსაც ვერ გაუბედავენ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენზე ნაკლები დემოკრატიაა თურქეთში, მაგრამ ახლა ამის დაკონკრეტებას არ დავიწყებ, რათა თურქეთს არ ვაწყენინო. დიახ, მე მაქვს ამდენი ტაქტი და შვედეთს კი არ აქვს. რაც თავარია, რაც ყველაზე საწყენია, ეს ჩვენი უნიათო ეგრეთ წოდებული ოპოზიციონერები ხომ სრული სიხარულით ხვდებიან ამნაირ განცხადებებს. მათთვის ეს არის მალამო თავიანთი ამბიციების შეუხორცებელ იარებზე. ალბათ ერთ მსვლელობასაც მოაწყობენ ეგიდით შვედეთმა თქვა და ასე უნდა იყოს. ერთ კითხვასაც არ დასვამენ, თუ რა უფლება აქვს შვედეთს ასეთი რამის თქმისა. მათთვის შვედეთი დიდი დასავლეთია და როგორ შეიძლება დიდი დასავლეთის ნებისმიერი ქვეყნის კრიტიკას შეეწინააღმდეგო? უსაფუძვლოა კრიტიკა? რას ამბობ? დასავლური კრიტიკა როგორ შეიძლება იყოს უსაფუძვლო? დასავლეთმა პატივი დაგდო, გაგაკრიტიკა და შენ როგორ ახლა დაიწყებ იმის გარჩევას კრიტიკა საფუძვლიანია თუ არა? და რომ გკითხო, კი, მაგრამ მეორე დღეს შვედეთის მთავრობამ საკუთარ ქვეყანაზე სრულიად საპირისპირო განცხადება რომ გამოაცხო, ეს რას ნიშნავს? საინტერესოა, რას გვიპასუხებენ ჩვენი აქტიური თუ პასიური ოპოები. საბჭოთა კავშირის დროს, როდესაც კრემლი რაღაც საყვედურს გამოუთქვამდა რომელიმე რესპუბლიკის ხელმძღვანელობას, ის ხელმძღვანელობა მერე 4-ით დარბოდა, რათა საყვედურზე რეაგირება მოეხდინა.
ну გასაგებია, მაშინ ყველა რესპუბლიკა კრემლის კოლონია იყო. და ახლა რა ხდება? ჩვენ შვედეთის კოლონია ვართ? არა, არ ვართ, მაგრამ მექნება შთაბეჭდილება, რომ ზოგიერთ ძალიან უნდა რომ ვიყოთ. ჯერ არ ვართ კოლონია და რას გვიბედავენ და წარმოიდგინეთ კოლონია თუ გავხდით, რას გაგვიბედავენ. გაგვიბედავენ კი არა, რუკიდან წაგვშლიან როგორც სუბიექტს. ეს იყო გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით გალანდია.